აი გიშდები რა ამდენი უინტელექტო და ბეცი საიდან მოდიხარ რაღაცას რო დაწერ სისულელე ცოტა ტვის წიხლი ხო უნდა მიატანო თუ ცარიელი ეგუგრა რა ვიცი მე ჯერ ესეთი გეტყვი იმას რომ ცხოველთა მოყვარულების და ცხოველთა დამცველების უმრავლესობა არის ვეგეტარიანელი ან ვეგანი ანუ არ ჭამენ ხორცს ეს ერთი მერე მეორე ანუ რა გინდა რომ ვქნათ ჩვენ ანუ კანონით ხო დაშვებულია ანუ მივიდა სასაკლაოსთან და არ დაკლათ ხო უთხრა და დამიჯერებენ თუ რა შენ რო გითხრა ხა მოდი არ ჭამო ხვალიდან ხორცი თქო ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენ თვითონ არ ჭამოთ ხორცი რასაც უმრავლესობა აკეთებს თქო გითხარი ძალიან ბევრი ცხოველთა დამცველი არ ხმარობს და უშუალოდ წყავის ნაწარმს არ იცვამს ნატურალურ ბეწვს ცხოვრებაში არ მცმია ხმარობთ ვეგანურ კოსმეტიკას რომელიც არ იტესტება ცხოველებზე ასევე მაგალითად არასოდეს წავალ ცირკში სადაც ცხოველები გამოყავთ და აწვალებენ ხო ან გასართობად რო იყენებენ რა ვიცი ზოგი ვირზეაჯენ ზოგი სპილოზე სხვა ქვეყნებში აკლემებზე არასოდეს აი არ დავხარჯავ ამაში ფულს და არ წავახალისებ ასეთ რაღაც ანუ მეტი რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ხო კიდე ბევრჯერ ყოფილა ესეთი შემთხვევები როცა დასაკლავად გამზადებული და უშუალოდ ხბოები გოჭები გამოგვისყიდია და უშუალოდ შეგვიგროვებია ფული მაგრამ ესეც პრობლემაა ჯერ რამდენი უნდა გამოისყიდო და მე სადღაც წაიყვანო ხა ხბოს რომ მოიყვანი რომ გაიზრდება დიძროხა გახდება ხა სახში მოიყვანო და იმაში გაფია სპალნაში საძინებელში დავაბა თუ რა სიტყო ანუ რაღაცას რო ამბობ და რაღაცას რო ითხოვ ხო ანუ კანონი რო გვიწყობდეს ხო ეს კანონით თუ აკრძალული იყოს კი ბატონო მაგრამ სხვანაირად ანუ რა უნდა გავაკეთოთ ეს უნდა გავაკეთოთ საპატრიარქომ რომ უნდა გამოვიდეს და ლომისობას და იმას სისხლის ყურა რო ხდება იქ და ცხრებს თავებს რო აძრობენ ეკლესიებთან და არავინ რო არ იძახის არც ერთი მეხუთელი და არ კრძალავს ამას თუ ანუ ჩვენგან რა სიტყვა ვერ ხვდები რამე შეგვიძლია კანონის ძალით და არ ვაკეთეთ არც ერთ ცხოველთა მოყვარულს არ უყვარს და არ სიამოვნებს ის ამბავი რომ ცხოველებს ჭამს ხალხი უამრავი ვიდეოები ზიარდება როგორ სისასტიკე ხდება ფერმებში როგორ განიცდიან ცხოველები რომელს გესმით ერთი. კაი, გეუბნები, არ ჭამო ხვალიდან ხორცი რა, დამიჯერებ? თუ სასაკლაოს მიუვარდე იქ და არ დაკლათ ხო და დამიჯერებენ. რატო ხართ ასეთი დებილები? აი მართლა მიყვარს.